მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი, წარმოებების შემცირება ან დახურვა, რა საფრთხეს ხედავს ბიზნესი პლასმასის ბოთლებით სასმელის აკრძალვით, გიყვებით რამდენიმე წუთში. სოფელ კურსებში მერწყმული პროცესი მწვავდება, მეწყერით დაზიანდა ტკიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრიც. თებერვალში საქართველოდან ექსპორტი 27%-ით $546 მილიონ გაიზარდა. ამავე თვეში ქვეყანამ $1.3 მილიარდი იმპორტი განახორციელა 8%-ით მეტი ვიდრე შარშან. Forbes-ის შეფასებით ყველაზე მდიდარი ქართველი 6 მილიარდიანი ქონებით მიხეილ ლომთაძეა, ბიძინა ივანიშვილის ქონება კი არ შეცვლა და კვლავ 2.7 მილიარდად არის შეფასებული. ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა FoodEx Japan 2026-ზე პროდუქცია 6 ქართულმა კომპანიამ წარადგინა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. რეგულაციის ამ ფორმით ამოქმედება ნიშნავს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს. არის რისკი, რომ კომპანიების ნაწილმა შეწყვეტოს წარმოება, სასმელების ნაწილი დაახლოებით 2.5 ჯილ გაძვირდება. სასმელების ბიზნესი მასშტაბური ცვლილებების ნეგატიურ გავლენაზე უკვე საუბრობს. ის რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დანერგელა, საქართველო აპირებს, რომ პიონერი იყოს. საუბარია პლასმასის ბოთლებით სასმელის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვაზე. კერძოდ, მცირე გამონაკლისების გარდა 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისათვის პლასმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან სრულად უნდა აიკრძალოს პლასმასის ბოთლებით სასმელის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. მთავრობამ გადაწყვეტილება გარემოზე ზრუნვის და პლასტიკით ბუნების დაბინძურების გამო მიიღო, თუმცა არავის უთქვამს, რა ინვესტიციების ჩადება მოუწევს ბიზნესს ახალ რეგულაციაზე მოსარგებად, ან როგორ აისახება ცვლილება წყლის, გაზიანი სასმელების თუ ლუდის ფასებზე. გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარები გაკეთდა ბიზნესის მხრიდანაც ანუკა ჯოხაძე გვერდდება ამ შეფასებებით. ანუკა, გისმენთ. ინო, ფინანსური ზარალი, პროდუქციის გაძვირება, კადრების ოპტიმიზაცია და კომპანიების ნაწილის დახურვა. ასეთია პირველადი შეფასებები, რაც გუშინ გაცხადებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის შემთხვევაში 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივი წარმოების თუ იმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება. მინერალური და მტკნარი წყლების ერთ-ერთი მსხვილი ადგილობრივი მწარმოებელი, წყალი მარგებელის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ პასუხში ნათქვამია, რომ ინდუსტრიაში განხორციელებული მრავალ მილიონიანი ინვესტიციების ფონზე აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოებისთვის რისკების შემცველია. მათი თქმით, მხოლოდ ამ სექტორზე მსგავსი ტიპის შეზღუდვის გავრცელება სისტემურ შედეგს ვერ მოიტანს. კომპანია Pepsi-ში კი ამბობენ, რომ რეგულაციაზე მოსარგებლად მინის ბოთლების იმპორტი იქნება აუცილებელი, რაც წარმოებას გააძვირებს. წინასწარი დათვლებით ფასებილიტრზე 2.5-ჯერ მოიმატებს. გარდა ამისა, მათი თქმით, გადაწყობა დიდ ვადებთანაც არის დაკავშირებული, შესაბამისად, სავარაუდოდ გარკვეული პერიოდი ბაზარზე შესაძლოა ამ ტიპის სასმელის დეფიციტიც კი შეიქმნას. რადგანაც ეს იქნება იმპორტირებული მინა, ისედაც ძვირი არის ადგილზეც რომ იწარმოებოდეს, ანუ ჩვენი შეფასებით სადღაც 2.5-ჯერ გაზრდის ფასს მინიმუმ. წელიწადნახევარი 2 წელი მაინც სჭირდება, რომ ეს ამ ხაზისთვის ადგილი მოაწყო და შესაბამისად ეს ჩამოიტანო და დაინსტალირო. ვინც მოერგება, მაგრამ მაინც ბაზარი იქნება რაღაცა პერიოდი, ანუ გამაგრილებელი სასმელების ლუდისა და წყლის გარეშე, ანუ გულისხმობ პეჩში. ჯამში ვართ მილიარდი, ანუ ეს სექტორი, მილიარდი ლიტრი. და ვფიქრობთ, რომ პირდაპირ მარტო ჩვენ სექტორში რაც შემცირდება დასაქმება, ეს არის 2000 პლუს ადამიანი. ჩვენი მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა კონსტრუქციული კონსულტაციებისთვის, რათა წარვადგინოთ ჩვენი არგუმენტები და შევიმუშაოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება დაბალანსებული და პრაქტიკულად განხორციელებადი. ასევე ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც არსებობს სიგნალები დიალოგისა და კონსულტაციების მზაობაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ რეგულაციის არსებული ფორმით ამოქმედება ჩვენი დარგისთვის ნიშნავს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს და შექმნის თანამშრომლების სერიოზული ოპტიმიზაციის საჭიროებას. არსებობს რეალური რისკი, რომ ზოგიერთმა კომპანიამ სრულად შეწყვიტოს საქმიანობა ან მნიშვნელოვნად შეამციროს წარმოება. ამასთანავე აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ტექნოლოგიური რეალობაც, მაგალითად გაზიანი სასმელების დიდ ფორმატებში ან ტეტრაპარკის შეფუთვაში ჩამოსხმა ტექნოლოგიურად შეუძლებელია.
ნარჩენების რეციკლირება გაცილებით მომგებიანია ვიდრე პლასტიკის აკრძალვა. ასეთია Coca-Cola Bottlers Georgia's დამფუძნებლის თემურ ჭყონიას პოზიცია მთავრობის მიერ დაანონსებული სასმელების პლასტიკის ბოთლებით გაყიდვის აკრძალვის შესახებ. თემურ ჭყონია ამბობს, რომ ეს მიდგომა ერთი მხრივ სოფლიო ბრენდის ხედვის ნაწილია და მეორე მხრივ საქართველოში ახალი ინდუსტრიის შექმნას ემსახურება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მეტად მომგებიანი, ხოლო გარემოსთვის მეტი სიკეთის მომტანი იქნება. ამ პოზიციას იზიარებენ სხვა კომპანიებიც და ამბობენ, რომ ისინი მზაობას გამოთქვამენ ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნეს თავისივე წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვებას და შემდეგ უკვე გადამუშავებას ავალდებულებს. ჩვენ შევხედოთ ორად, ესე იგი ნარჩენების აკრძალვა რას მოგვიტანს და მისი გადამუშავება, რეციკლირება, ახალი პროდუქციის გამოშვება და ახალი სამუშაო ადგილები რას მოგვიტანს. თუ ამას ერთად შევადარებთ, მიხვდებით, რომ გადამუშავება, შეგროვება გაცილებით მომგებიანია მოსახლეობის დასაქმების მიზნით, სახელმწიფო შემოსავლების, საექსპორტო პროდუქციის შექმნით, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩვენ ჩართულები ვიყავით, მაგრამ ესე ღრმად ცოტა ნელი ტემპით მიდიოდა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, რომ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და დაუშვათ ეს რაღაცა ემგევი ავამუშავოთ, შევაგროვოთ ეს პლასტიკი, რა თქმა უნდა, სრულად ვერ შეგროვდება, მაგრამ დავიწყოთ ამ მიმართულებით მოძრაობა და ჩვენ სექტორი, ყოველთვის მზაობას გამოვთქვავდით ამაზე, რომ ჩვენ მზად ვართ, ამ ნაწილში ჩვენი გარემოზე ზრუნვის, ჩვენი ნარჩენი, ჩვენ ნარჩენს ჩვენვე მოუვაროთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოგვისმენენ, გაიგებენ და დაუშვათ იგივე შედეგს, რაც გაჟღერებულია ეს შედეგი, რომ გვინდა რომ რაღაცა გარემოზე მავნეზე მოქმედება შევამციროთ, აი ამ შედეგს სხვა გზით მივაღწევთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგულაციის ამოქმედების მიზეზად გარემოზე ზრუნვა სასახელებენ და ამბობენ, რომ პლასტიკის ნარჩენი ბუნებაში მრავლადაა, რის გამოც საპრევენციო ნაბიჯებია გადასადგამი. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ამ გადაწყვეტილების პარალელურად საქართველოში პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმოები მუშაობას აჩერებენ, მიზეზად კი ნედლეულის ნაკლებობას ასახელებენ. ფაქტია, წარმოქმნილი პლასტიკის ნარჩენის შეგროვება სათანადოდ ვერ ხდება დღეს და ის გადამამუშავებელ ქარხნებამდე ვერ მიდის. გაჩერებულია მათ შორის ბიზნესის მხრიდან ნახსენები მწარმოებლის გაფართოების ვალდებულების ფარგლებში საფუთი ნარჩენების რეგლამენტიც, რომელსაც სწორედ ამ ტიპის ნარჩენების შეგროვების პროცესში კერძო სექტორისთვის ვალდებულებები უნდა დაეწესებინა. უფრო მეტ შეფასებას საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მომდევნო გამოშვებებში მოისმენთ. მადლობა ანუკა, პლასტიკის სასმელების მიწოდების აკრძალვაზე ბიზნესის პირველი რეაქცია ანუკა ჯოხაძემ გაგაცნო. დასავლეთ საქართველოში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება, დამეწყრელია ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში ტყიბულის ავტომობილო გზა. კერძოდ მეწყრული პროცესი განვითარდა ქუთაისი-ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე. განვითარებული მეწყრული პროცესის გამო დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ბეროძიებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი სრულად დაინგრა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მეწყრული ზონიდან ჯამში 45 ოჯახია ევაკუირებული. საქართველოში სამშენებლო სარემონტო მასალების ფასები შესაძლოა 20%-ით გაიზარდოს, რასაც ირანიდან პროდუქციის მიწოდების შემცირება, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა განაპირობებს. როგორც გორგიას აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა უძრავი ქონების პროსპექტთან საუბრისას განაცხადა, ცვლილება ბაზარს დაახლოებით ერთ თვიან ჭრილში არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ დაიწყობა. გარდა ამისა, საინტერესო ტენდენცია შეინიშნება ჩინეთის მიმართულებითაც. ჩინეთში გარკვეული პროდუქციისათვის არსებული სახელმწიფო სუბსიდიები ეტაპობრივად მოიხსნა, რის შემდეგაც პროდუქციის ფასები გლობალურად იზრდება. ამას ემატება სავალუტო კურსის ცვლილებას, განსაკუთრებით იუანსა და დოლარს შორის, რაც ასევე გავლენას ახდენს იმპორტირებულ პროდუქციაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პროგნოზები მიუთითებს, რომ სამშენებლო სარემონტო მასალების ფასები საქართველოშიც გაიზრდება. ვაჭრობა ზრდის კარგ ტენდენციას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის თებერვალში ექსპორტი 114 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით გაიზარდა და 546 მილიონ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 8% შეადგენდა და ის 1,330 მილიონი დოლარამდეა გაზრდილი. ამასთან 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპორტი დაახლოებით 23%-ით გაიზარდა და
მილიარდს გადააჭარბა, ხოლო იმპორტი 15%-ით 2.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მარტს გამოქვეყნდება და ცნობილი გახდება უშუალოდ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა თებერვლის განმავლობაში. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში ბრუნდებით 15 საათსა და 30 წუთზე დროებით.